Biznesmenები მთელი მსოფლიოდან თბილისში არიან შეკრებილები დედაქალაქში საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეოთხე კონფერენცია ემართება. Biznesmenებს ევროპიდან და აზიიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ანუ რომელ სექტორებში შეეძლებათ მათ ინვესტიციების განხორციელება და როგორია ქართული საგადასახადო პოლიტიკა. Უფრო კონკრეტულად, როგორ მიმდინარეობს მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, ამ თემაზე უკვე საუბარს ქრონიკის ღია ეთერში ნინო ვიბრიანი გააგრძელებს. თბილისის საერთაშორისო სავაჭრო პალატის რიგით მეოთხე რეგიონულ კონფერენციას წელს პირველად მასპინძლობს სპეციალურად ამ დღისთვის ახლო აღმოსავლეთის 10 სახელმწიფოდან ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოში და ესწრებიან ამ კონფერენციას შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კუთხით არსებულ ვითარებას და მდგომარეობას. გარდა ამისა, საქართველომ დღესვე ამ შეხვედრაზე ხელი მოაწერა სამ სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას. ეს სახელმწიფოებია შარჟა, დუბაი და ბაჰრეინი, რომელთანაც საქართველო შემდგომში თანამშრომლობას გააგრძელებს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის პატრონაჟით ხორციელდება, რომელმაც უკვე დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. გარდა ამისა, აქ იმყოფებიან და შეხვედრას ესწრებიან ბიზნესმენები, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრების საქართველოში ჩატარება არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები საქართველოს პირადად სტუმრობენ და აქ არსებულ საინვესტიციო გარემოს პირადად ეცნობიან. სასიამოვნო ესენი დღეს საქართველოს ჩამოსულები არიან. მათ გაუკეთეთ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ. ძალიან დაინტერესებულები არიან. უნდათ საქართველოს ბიზნესის კეთება, უნდათ საქართველოს ინვესტიციების ჩადება. განსაკუთრებით მათთვის მნიშვნელოვანი ეს, რომ საქართველოს ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური კვანძი, რეგიონული ცენტრი, ლოგისტიკური, საინვესტიციო, ტურისტული თვალსაზრისით. შესაბამისად ძალიან დიდი დაინტერესება მთელი რეგიონიდან. დღეს უკვე ხელს ვაწერთ დამატებით სამ ქვეყანასთან. ეს არის შარჟას ემირატი, ეს არის დუბაის ემირატი და ბაჰრეინის სამეფოსთან ურთიერთგადოების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდგომი დელეგაციების გაცვლა, საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და ბუნებრივია შემდგომში ამ პროექტებზე მუშაობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბიზნეს ურთიერთობები მხარეებს შორის წარმატებული იქნება. გსურს გავიგოთ უფრო მეტი თქვენი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ და დავაბანდოთ ინვესტიციები საქართველოში. კონფერენციის დასრულების შემდეგ უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის სპეციალური საზეიმო მიღება რუსთაველის თეატრში გაიმართება, რომელსაც უცხოელ სტუმრებთან ერთად დიპკორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.